ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საპროტესტო აქციების ჩახშობიდან და ტრამპის მიერ დემონსტრანტების დახმარების დაპირებიდან 3 კვირის შემდეგ ამერიკული ფლოტი სპარსეთის ყურეს უახლოვდება. ირანის რეჟიმის მიმართ გაჟღერებული მუქარების ფონზე ამერიკულ ადმინისტრაციას რამდენიმე ოპერაციული არჩევანი აქვს კინეტიკური დარტყმებიდან თეირანის ეკონომიკური ბლოკადის ჩათვლით. პარალელურად ამერიკელი პრეზიდენტი მზადაა დიპლომატიისთვის და ამბობს, რომ შეთანხმება ირანსაც სურს. 79 წლის რევოლუციის შემდეგ უპრეცედენტო შიდა საგარეო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ რეჟიმს ნამდვილად სურს შეთანხმება, თუმცა არა ნებისმიერ პირობებზე. ვაშინგტონი თელ-ავივთან ერთად შეთანხმების სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის სრულად დახურვას, უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე უარის თქმას, შორეული ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მკაცრად შეზღუდვას და რეგიონში მოკალათებული პროქსი დაჯგუფებების დაფინანსების შეწყვეტას ითხოვს. ფანატიკური საფარს მიღმა ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას არაერთხელ გამოუვლენია პრაგმატიზმი, ის რასაც რეჟიმთან დაახლოებული პირები აიათოლა ხომეინის ინსპირაციით ჰეროიკულ მოქნილობას უწოდებენ. თუმცა ამჯერად ვითარებაში შესაძლოა განსხვავებული იყოს. პროტესტების პირველივე დღიდან ნათელია, რომ რეჟიმი მიმდინარე კრიზისის ეგზისტენციურ საფრთხედ აფასებს, რომლის დროსაც მთავარი საშიშროება არა პროტესტები ან საგარეო ჩარევა, არამედ დათმობაა. მით უფრო თუ ეს დათმობა უმაღლესი ლიდერის აზრით, რეჟიმის სუვერენიტეტის და გადარჩენის ცენტრალურ ბოძს, მთავარ სიმბოლოს, ბირთვულ პროგრამას და რეგიონულ გავლენას ეხება. რთული სათქმელი აიღებს თუ არა მაგალითს ხამენეი თავისი წინამორბედისგან, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლისგან, რუჰოლა ხომეინისგან, რომელიც შიდა პრობლემების ფონზე 1988 წელს ერახთან ომის დასრულებაზე გაჭირვებით დაითანხმეს. ბედნიერები არიან ისინი, ვინც წამებული სიკვდილით წავიდნენ იმ ქვეყნად. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის უფრო სასიკვდილოა, ვიდრე საწამლავის თასის დალევა, განაცხადა ხომეინიმ, რომელმაც ამის შემდეგ მუსლიმის მთავარ რელიგიურ მოვალეობად ისლამური რეჟიმის გადარჩენა გამოაცხადა. იმამ ხომეინის ამ ცნობილი გამოსვლიდან 38 წლის შემდეგ ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა ალი ხამენეიც. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ეთერშია რეალ პოლიტიკა, ეთერშია ჩვენი ძველი პოდკასტის რუკა და ტერიტორია მეორე სეზონი და როგორც ხედავთ ვართ განახლებულ სტუდიაში, ჯერ კიდევ რაღაც დეტალები საჭიროებს დახვეწას და დროთა განმავლობაში დასრულდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს ახალი განახლებული სტუდიაც მოგეწონებათ. ეთერში ვართ მე, აკაზა რქუა, რეალ პოლიტიკას აღმასრულებელი რედაქტორი და ჩვენი ანალიტიკოსი გიორგი ლოლაძე და დღეს ამ რუკა და ტერიტორიის მეორე სეზონის პირველ ეპიზოდში ამ ახალ 2026 წელს ჩვენ ვისაუბრებთ ირანში მიმდინარე და ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. მანამდე კი თქვენ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და ზოგადად ჩვენი პლატფორმების სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ასევე გთხოვთ აქტიურად დააკომენტაროთ ან დაგვისვათ კითხვები, რომელსაც შევესწრებით რომ უპასუხოთ. გიორგი, მოგესალმები. მოდი დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ რა ხდება ახლა ირანში. ხედავთ რომ პროტესტები პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს, ინტერნეტი გათიშულია, ოდნავ ცლად თუ შეგვიძლია თქვათ მოვიხილოთ თუ რა ხდება უშუალოდ ქვეყნის შიგნით ახლა და შემდეგ უკვე გადავალთ თქვათ რა ხდება ქვეყნის ირგვლივ იმ ამბებზე. მოგესალმები, აკა, მეც მიხარია რომ დავიწყეთ მეორე სეზონი და მიხარია რომ ასევე ინტერესი არსებობს ჩვენი მკითხველების და გამომწერებისგან ამ ფორმატის მიმართ და ზოგადად იმის მიმართ, რომ მოვიხილოთ საგარეო და საერთაშორისო მოვლენები, რაც შეეხება ირანში მიმდინარე მოვლენებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქტიური ფაზა პროტესტის და პიკური ფაზა გადავლილია. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8 და 9 იანვარი იყო ის ორი დღე, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და სამწუხაროდ მსხვერპლიც ყველაზე დიდი სწორედ ამ დღეებში იყო. ჯამურ მსხვერპლზე არსებობს საკამათო რიცხვები, იწყება დაუშვათ 10-15,000-დან და ზოგიერთი საერთაშორისო და ირანული გამოცემის, მაგრამ რომელიც დიასპორაშია, მათი მონაცემებით შეიძლება 50,000-საც აღწევდეს დაღუპულთა რაოდენობა. ვრცელდება ასევე ცნობები, რა ვითარება იყო საავადმყოფოებში, როგორ უკძალავდნენ ექიმებს, დახმარებოდნენ ამ პაციენტებს, რომლებიც დაიჭრნენ
ამ დემონსტრაციებზე გვახსოვს ასევე ცნობები, რომ ოფთალმოლოგიური კლინიკებია გადატვირთული და უმძიმესი ვითარება ამ მიმართულებითაც. მოკლედ ირანის რეჟიმმა არ უღალატა ტრადიციას ბჭყალებში და მათ სისხლში ჩაახშვეს ეს საპროტესტო აქციები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა გამქრალია, ეს ვერ გაქრება და რაც თავარია ვერ გაქრება ის მიზეზები, რაც ამ პროტესტის არსებობას განაპირობებს, ხო? ეკონომიკური პრობლემები, ვალუტის პრობლემები, ფასების და კორუფცია, რეჟიმის სისასტიკე, რაც კიდევ ერთხელ გამოვლინდა ახლა და ზოგადად უფლებების და თავისუფლებების არარსებობა, რაც ასევე ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ამ რეჟიმისთვის. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მათ შორის ირანული საზოგადოების საპროტესტო ნაწილიც მოლოდინშია უკვე რა საგარეო ფაქტორები შეუწყობს ხელს ამ პროტესტს და ჩვენ ირანის შიგნითაც ხედავთ სტენსილებს და სხვადასხვა ფორმით მიმართვებს დონალდ ტრამპის მიმართ, რომ მან უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას ამ რეჟიმის წინააღმდეგ და შესაძლოა რაღაც სამხედრო დარტყმებს, რომელიც ვისჯერებთ ჩვენ ამ ფორმატში იქნება, არ იქნება და როგორი იქნება, ამ სამხედრო დარტყმებს მე შეიძლება ახალი ტალღაც მოყვეს საპროტესტო აქციები, სადაც იმიტომ ეს ბრაზი და ეს პროტესტი აშკარად უკვე დაგროვილია და ასეთი არაპოპულარული ეს რეჟიმი ნამდვილად არ ყოფილა არასდროს. კი, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ სტრუქტურულ პრობლემებზე, ხო, რომელიც ამ რეჟიმს გააჩნია, ამ თვალსაზრისით შენ ახსენე ინფლაცია და სადღაც ნახულობდი რიცხვებს, რომ თუ კი თქვათ ეს დონე შენ არ ჩუნდება, ხო, ანუ ინფლაციის რაც იყო გასულ თვეებში, წლის მიწურულს 2000%-ს გადააჭერბებს ესეთი ზოგადი ინფლაცია და მოსაოდნელია, რომ თქვათ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, საჭმელზე, საკვებზე და ასე შემდეგ კიდევ უფრო მაღალი იქნება ეს მაჩვენებელი. ეს სტრუქტურული ფაქტორი ადგილზეა რეჟიმის არაპოპულარობა, ლეგიტიმურობის კრიზისი და კიდევ ერთი რაც გამოარჩევდა ამ პროტესტებს ჩემი აზრით, აი ამ თქვათ ისლამურ რესპუბლიკაში არსებობს ეს პროტესტების ისტორია, მაგრამ ჩვენ რასაც ხედავთ ბოლო წლებში არის ის, რომ აი ეს საპროტესტო ციკლები გაცილებით უფრო ხშირი ხდება დროსთან ერთად. ხო, ანუ თუ თქვათ 90-იანი წლების მიწურულს იყო ესეთი პირველი სერიოზული რაღაც თქვათ урბანული უკმაყოფილების ტალღა და რეფორმების მოთხოვნა, შემდეგ იყო 2009 წელს ყველაზე მასშტაბური ესეთი პოლიტიკური, ოღონდ ესეც შიდა სისტემური ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც ძირითადად თეირანში და урბანულ ცენტრებში იყო მობილიზებული და ამის შემდეგ უკვე 2019 თუ 2018-19 წლებში იყო ძირითადად სოციალური გამოსვლები, ოღონდ საწვავის ფასი და ეს ძირითადად იყო კონცენტრირებული რეგიონებში და შემდეგ უკვე ნახეთ ეს მაჰსა ამინის სახელით ცნობილი გამოსვლები. ყველა ამ შემთხვევაში რეჟიმი რა თქმა უნდა სასტიკად იქცეოდა, მაგრამ აი ამ სისასტიკის დონის შედარება, რაც ჩვენ ვიხილეთ 8 და 9 იანვარს, რომელიც როგორც ჩანს ყველაზე ესეთ სისხლიანი დღეები იყო აი ამ პროტესტების განმავლობაში და შესაძლოა საერთოდაც თქვათ ასეთი პროტესტების ისტორიაშიც მსხვერპლის რაოდენობამ გადააჭარბოს, რა ვიცი, წინა შემთხვევაში მაგალითად ტიანანმენის სასაკლაოს 99 წელს, ხო, რომელიც პეკინში მოხდა, თქვათ სხვა ესეთ ეპიზოდებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ირანის რეჟიმი აი ამ თქვათ ყველა ფაქტორს ჩვენ საუბრობთ, ხო, ლეგიტიმაციის კრიზისს, საგარეო იზოლაციას და სხვა ესეთ ფაქტორებს, ამასთან ერთად თქვათ აი შიდა პროტესტს აღიქონს მისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ და მათ მიერ გამოტანილი ესეთი გაკვეთილი არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში ესეთ ვითარებაში არ შეიძლება დათმობაზე წასვლა და აუცილებელია მაქსიმალური სასტიკით და იმ დროში აი ამ პროტესტების ჩახშობა, რომ ამერიკას ვერ მოესწრო რეაგირება და ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებულები აღმოჩნდნენ, როგორც მინიმუმ ამერიკას იმ დროს არ ქონდა ვთქვათ შესაბამისი აქ სხვა მიზეზებია, რატომაც შეიძლება ვთქვათ ეს დარტყმები გადადებულიყო, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ვთქვათ სამხედრო დარტყმები, რომელიც ტრამპმა დაანონსა, ნახევრად დაანონსა, არ გაუქმებულა, უბრალოდ გადაიდო და ეხლა მივდივართ სწორედ აი ამ მომენტთან, როდესაც რაღაცა ეს კულმინაცია უნდა შედგეს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ სპარსეთის ყურეში და რეგიონში შევიდა ამერიკული ავიამზიდის ჯგუფი და ხედავთ კონცენტრაციას და ტრამპმაც გულში თქვა, რომ უფრო დიდი არმადა ყავს მობილიზებული ირანთან ვიდრე ვენესუელასთან და მოდი გადავიდეთ პრინციპში აი ამ თქვათ რაღაც ვარიანტებზე, თუ როგორი შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატების არჩევანი, რა არჩევანი არის და აქ ამოწერე ესეთი ისრაელელი ანალიტიკოსის დენის ტრინოვიჩის მიერ შედგენილი
საკმაოდ ესეთი სია არის ყოვლის მოწველი თუ რა შეიძლება იყოს და მაყურებელს გავაცნობ. ანუ პირველ რიგში ეს არის სიმბოლური დარტყმების ოფცია, რომელიც იქნება ორიენტირებული ესეთ შეზღუდული რაოდენობის სამიზნეზე, მათ შორის აქ შეიძლება იყოს თქვა სხვა სახელმწიფო უწყებები, ან ასევე ესეთი მაღალჩინოსნები ირანის რეჟიმის ისლამური რევოლუციის გუშაქთო კორპუსის ან თუნდაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის ან სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის პირები და ამის მზაობა ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციისგან ნახეთ პირველად 2020 წელს, როდესაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია. თავის მხრივ ხო ანუ ეს სიმბოლური დარტყმების ოფცია ერთის მხრივ დააკმაყოფილებს აი ამ ტრამპის დაპირებას, რაც მან გასცა რომ დაეხმარებოდა დემონსტრანტებს და მეორეს მხრივ ეს სიმბოლური დარტყმა დატოვებს ასევე სივრცეს იმისთვის, რომ ირანი დაჯდეს თქვათ მოლაპარაკების მაგიდასთან და დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხებზე. ასევე მეორე ვარიანტად, რაც აი ამ კვლევაში არის დასახელებული, არის დარტყმები, რომელიც მიმართული იქნება რეჟიმისთვის ძირის გამოთხრაზე. აქ საუბარია ძირითადად თქვათ სამიზნეები, ამ შემთხვევაში შეიძლება იყვნენ აი გუშაქთა კორპუსის სამეთაურო შტაბები, პუნქტები და ასე შემდეგ, ასევე ბასიჯების სამეთაურო პუნქტები და შტაბები, ასევე ამ და ასეთ დარტყმების მიზანი იქნება, რომ ძირი გამოუთხაროს რეჟიმის რეპრესიულ აპარატს, ან ყოველ შემთხვევაში შეასუსტოს ის და რა თქმა უნდა, ესეც სრულად შესაბამისობაში იქნება დონალდ ტრამპის დაპირებასთან და თქვათ ამ შიდა დებატთან, რაც ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, რომ ბევრი მას თხოვს, რომ აღასრულოს ეს წითელი ხაზები, რაც მან დააწესა. ასევე არსებობს ინტენსიური დარტყმების კამპანიის ოფციაც, რომელიც მიზანმიმართული იქნება ბალისტიკური პროგრამის განადგურებაზე და თქვათ აი ამ კონვენციური სამხედრო შესაძლებლობების განადგურებაზე, რაც დაასუსტებს ირანის შესაძლო პასუხების ვარიანტებს უკვე იმ ეტაპზე, როდესაც ეს იქნება და ასევე შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ირანის საპასუხო ვარიანტებზე, რა შეიძლება იყოს და აქ არის ამერიკული ბაზების დაბომბვა რეგიონში, მაგრამ აქ რისკი არის ის, რომ თუ კი თქვათ აი ამ დაბომბვებს, რომელიც წინა წლებში იყო ძირითადად ცერემონიული და სიმბოლური ხასიათის, ამ შემთხვევაში მოყვება თქვათ ამერიკელი ჯარისკაცების გარდაცვალება და დაღუპვა, ამ შემთხვევაში ეს ზრდის ამერიკის მხრიდან გაცილებით უფრო ძიმე, სერიოზული და ინტენსიური პასუხის ალბათობას და აქედან გამომდინარე მოსაოდნელია, რომ უფრო მეტად თქვათ ესეთი მსუბუქი ვარიანტი ირანის პასუხის იქნება ეს სიმბოლური დარტყმები, როგორც ნახეთ თქვათ იგივე ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, ან თუნდაც სულ ბოლოს 12-დღიანი ომის დროს, ხო, როდესაც პრაქტიკულად წინასწარ გააფრთხილეს ეს კატარში მდებარე ალუდეიდის ბაზაზე თავდასხმის შესახებ. ასევე ირანის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ალბათ საინტერესო ირანისთვის ვარიანტი იქნება ამერიკის ნაცვლად ისრაელზე თავდასხმა და თქვათ ჩვენ ნახეთ ამ იგივე 12-დღიანი ომის განმავლობაში, რომ ირანს აქვს საკმარისად ეს ბალისტიკური რაკეტების მარაგი ამისთვის და გასაგებია თქვათ ამერიკელები დაეხმარებიან ამ რაკეტების განეიტრალებაში და ისრაელის სახელმწიფო სისტემაც ადგილზეა, მაგრამ მათი 100% გააჭერა ვერ მოხერხდება, ესეც ნახეთ. მაგრამ აქ ეს ვარიანტი, ამ ვარიანტის რისკი არის ის, რომ ისრაელი გაცილებით უფრო აქტიურად ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ კამპანიაში და პირიქით უფრო დიდ რისკს შეუქმნის. მათ შორის შეაძლოა შექმნას მოთხოვნა რეჟიმის შეცვლაზე, რაც შეაძლოა ისედაც არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში გააძლიერებს აი ამ ადამიანების ხმას, რომლებიც ესეთ სცენარს ემხრობიან და ყველაზე ესეთი, როგორ თქვა, მძიმე და ესეთი უკანასკნელი ვარიანტი, რაც განიხილება, ეს არის, რა თქმა უნდა, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რომელშიც გადის, თქვა, თხევადი გაზის, სოფლიოში თხევადი გაზის 25% და 20%-მდე ნავთობი, სწორედ აი ამ სრუტის გავლით მოძრაობს გლობალურ ბაზრებზე, გლობალურ ბაზრებამდე მიდის, მაგრამ ეს იქნება ბევრად უფრო, როგორ თქვა, ფართე რეგიონული უკმაყოფილების საფუძველი გახდება, მათ შორის იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც აქამდე
მანამდე დეესკალაციას ურჩევდნენ ამერიკას და მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ეს არის მაინც უფრო როგორც ვთქვა, უკანასკნელი ზომა იმ შემთხვევაში თუ კი ირანის რეჟიმი ჩათვლის, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება და ასევე არანაკლებ სახიფათო ირანის რეჟიმისთვის შესაძლოა იყოს დიპლომატიური ინიციატივის გამოჩენა და დათანხმება ვთქვათ იმ მოთხოვნებზე, რასაც ამერიკელები და ისრაელი ითხოვს მისგან და მოდი ახლა ამაზე გადავიდეთ, სწორედ რა არის მოთხოვნა ამერიკის და ისრაელის ირანის მიმართ და როგორი შეიძლება იყოს ამ მოთხოვნების მიმართ რეაქცია. დავიწყოთ იმით, რომ დღეს თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანაირი კონტაქტი აღარ აქვს სტივ ვიტკოფთან და ეს შეიძლება შიდა მოხმარებისთვის გათვლილი განცხადება იყოს, მაგრამ ოფიციალურად არ ადასტურებს ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობას. რა თქმა უნდა, ამერიკელების და ისრაელის მათ მიმართავენ მოთხოვნებით, რაც პრაქტიკულად მათთვის კაპიტულაციის ტოლფასია, ხო? ეს არის ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა, პრაქტიკულად დახურვა მთელი ბირთვული პროგრამის, ასევე ბალისტიკური რაკეტების პროგრამის დასრულება. ასევე უკვე გამდიდრებული 60% 500-მდე კილო არის მე მგონი. ამის გადაცემა ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, იმიტომ რომ მოქალაქეებსაც აუხსნათ რეალურად 10%-ზე მეტად გამდიდრებული ურანი არ არის საჭირო არანაირი სამოქალაქო მიზნებისთვის არსებული ბირთვული პროგრამისთვის და ირანს ძალიან მაღლა 60%-ამდე აქვს გამდიდრებული ურანი და ეს რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამოქალაქო ბირთვული პროგრამის ნაწილად. ამ მოთხოვნებზე დღეს დათანხმება ცოტა წარმოუდგენელია ამ რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე, რადგანაც მათ ძალიან დიდი ფსონი დადეს ამ პროგრამებზე, ამ პროგრამების შედეგად მიღებულ სამხედრო ძალაზეც მათ შორის და იმ მუქარაზე და მათ შორის ამ პროგრამების შედეგად შეძენილ სამხედრო ძალით მიღწეული შედეგებითაც ისინი ძალიან ამაყობენ და ცოტა კომიკურიც იქნება, იმიტომ მათ შეეძლოთ ამას დათანხმებოდნენ 12 დღიან ომამდე, როდესაც ომანელები შუამავლობით აწარმოებდნენ ირანი და ამერიკის შეერთებული შტატების მოლაპარაკებებს და მათ ყველანაირად გააჭიანურეს ეს მოლაპარაკებები, რითაც შეუქმნეს შტაბ-ბეჭდირება და სწორი შტაბ-ბეჭდირება ამერიკის ადმინისტრაციას, რომ ამათ რეალურად შეთანხმება არ სურდათ, რამაც საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ ამერიკამ მწვანე შუქი აუნთო ისრაელს დაეწყო ის ომი, სადაც ირანი სამარცხინოდ დამარცხდა. და შემდეგ თვითონაც ჩაერთო. ხო, აქ ბოლოს თვითონაც ჩაერთო, ხო? აქ კიდე მეორე საკითხი ის არის, რომ ამ ტიპის შიდა რეპრესიების და აი ესეთი სისასტიკის ფონზე რაც საკუთარი მოსახლეობის წინაშე გამოიჩინეს და იმ ფონზე რომ მათი იმიჯი ისედაც შერყეულია და ყველა ხვდება რომ ეს რეჟიმი ძალიან დასუსტებულია, რა ეფექტს იქონიებს ასეთ დათმობაზე წასვლა საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, ხო? ესეც ალბათ ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება იმის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თვალსაზრისით. თუმცა ჩვენ რასაც ვხედავთ მათ რიტორიკაში არ გვანან ეს ხალხი დათმობაზე წამსვლელებს. კი, ანუ აქ რეალურად საუბარი არის დათმობის როგორ თქვა ხარისხზე, ხო? ანუ რეალურად ახლა იმის წარმოქმნა რომ ამ სიტუაციაში ირანი ჩაერთვება დიპლომატიურ მოლაპარაკებებში და დიდი სიამოვნებით შეთანხმდებოდა თქვათ რაღაც პირობებზე, მათ შორის თქვათ რაღაც GCPOA-ის მსგავს აი ობამას ადმინისტრაციის დროს რაც იყო, ხო, თქვათ ეს რომ რაღაც შეზღუდვები დაწესდა გამდიდრების მაჩვენებელზე და მონიტორინგის მისიები შეიქმნა და ასე შემდეგ, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ამას დიდი სიამოვნებით დათანხმდებოდნენ, მაგრამ აქ პრობლემა არის უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა, რომელიც თვითონ პრინციპში მიიჩნევს პრობლემურად, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული პროგრამა ნებისმიერი სახის და ეს ასევე პრობლემა არის ისრაელისთვის, ანუ ის სტატუს კვო, რომელიც აქამდე არსებობდა, ხედავთ, რომ ნელ-ნელა ხდება არამდგრადი და შეუძლებელი ხდება ამ სტატუს კვოს შენარჩუნება ამ თვალსაზრისით. და აქ ამას ემატება ასევე ის, რომ რეალურად აი ეს ბირთვული პროგრამა აი რთული საკითხავი არის, მაგალითად, ჩემთვის ძალიან რთული სათქმელია, რომელ დათმობაზე უფრო მარტივად წავიდოდა ალი ხამენეი, ხო? ანუ ბირთვულ პროგრამაზე რო ვარიეთქო თუ ბალისტიკურ რაკეტებზე, თუ რეგიონული პოლიტიკის ცვლილებაზე. ხო, ანუ ეს სამივე პრაქტიკულად, ხო, ბირთვული პროგრამაც, ბალისტიკური რაკეტების და პროქსების ხარდაჭერა იყო მისი დოქტრინის ცენტრალური გენერალური ხაზი, ხო? ანუ ეს პროქსი დაჯგუფებები, ჰეზბოლა, ჰამასი, ისლამური ჯიჰადი
მუშაობდი ჰუსიტები და ასე შემდეგ, ესენი მიიჩნეოდნენ, რომ რეალურად იყო მათი დაზღვევის მთავარი პოლისი, ანუ რეალურად მათი დაზღვევის მთავარი ინსტრუმენტი, რომ სანამ ესენი გვყავს ჩვენ ისრაელი ვერ შეძლებს ირანზე უშუალოდ თავდასხმას და სხვა შორის ამ 12 დღიანი ომიდან გამოტანილი გაკვეთილიც სწორედ ესე გაიგეს მათ, რომ აი სანამ ესენი გვყავდა ჩვენ, სანამ ჰეზბოლა მოქმედი იყო, სანამ ვთქვათ ჰამასი ბრძოლის უნარიანი იყო და ასე შემდეგ, ისრაელი ირანს თავს არ დაესხა და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ეს შესაძლებელი, რაც ეს ჯგუფები დაშალა და როგორც ჩანს ერთ-ერთი გაკვეთილი რაც გამოიტანეს არის ის, რომ თქვა რაღაც შესული წესებით, შესული ტაქტიკით გააგრძელონ იგივე სტრატეგია. იგივე სტრატეგიას გაყვნენ აი ამ შეიარაღებული დაჯგუფებების კულტივირებისა რეგიონში. ბირთვული პროგრამა, რომელიც მიიჩნეოდა პრაქტიკულად ეროვნული სიამაყე იყო. ეროვნული სიამაყე იყო, რომელშიც 9 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. ეს ინდიკატორი, თუ ჩვენ ვართ გლობალური ძალა და არ ვართ რაღაც უბრალო სახელმწიფო. კი, ანუ ეს არის, თქვათ, რაღაცა ეროვნული პრესტიჟის საკითხი, როგორც ინტელექტუალური, ასევე გეოპოლიტიკური პრესტიჟის საკითხი და 9 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა ამ პროგრამაზე და რო არაფერი თქვათ, ამ პროგრამის გამო დაწესებულ სანქციებით მიყენებულ ზიანზე, ხო, ანუ რომელიც ასევე აი შენ ხედვას ახსენ ხარ აბსოლუტურად არასწორი ხედვა, იმიტომ რეალურად ის რომ ისრაელი აქამდე ვერ დაესხა თავს ირანს კი, რა თქმა უნდა, როდესაც იყო მსჯელობა დავესხათ თუ არა ირანს დაუშვათ 2010 წელს, 11 წელს, 12 წელს, მოწინააღმდეგეების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი და არაერთადერთი ყოველთვის იყო, რომ აი 2006 წლის ომი ლიბანში კარგად ახსოვდათ ისრაელში, რომელიც არ იყო ისე წარმატებული, როგორც სხვა ომები ისრაელისთვის და შესაბამისად იყო, რომ აი რა ვქნათ მე თუ ჰეზბოლა 10,000-ობით რაკეტას გამოუშვებს ჩვენსკენ და რა მექანიზმი გვაქვს მათი შეკავების და ანუ რისკებს ზრდიდა ისრაელის თუმცა ამის მიუხედავად ისრაელის მაშინდელ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში მაინც არსებობდა ხალხი, ვინც მხარს უჭერდა უბრალოდ მაშინ არ იყო შესაბამისი პირობები. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ესეთი განვითარებული არ იყო ირანის ბირთვული პროგრამა ბალისტიკურ რაკეტებზე არაფერი არ ვთქვათ, იმასაც აღნიშნო, რომ ყველაზე განვითარებული და მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი ფორდო, რომელიც შარშან დაიბომბა, სულ 2009-10 წელს აღმოაჩინეს საერთოდ ამერიკელებმა, ამიტომ ის განცდა რა მასშტაბისა ეს პროგრამა საკმაოდ ახალი შექმნილია, ხო, იმიტომ რომ რეალურად მისი რეალური მასშტაბი და შესაძლებლობები არ იცოდა არავინ და ამიტომ ეგრე მსჯელობა არასწორი. მეორე, რა თქმა უნდა, ეს პროქსი დაჯგუფებები ძალიან დაზიანდა და შეგვიძლია ვთქვათ, ბევრი დანებდა კიდეს, იმიტომ რომ მაგალითად ჰეზბოლას ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმება აქვს გაფორმებული ისრაელთან, რომელსაც ისრაელი ყოველ დღე ბომბავს ჰეზბოლას ობიექტებს, მაგრამ ჰეზბოლა არ პასუხობს, ხო? აი ამ ფონზე მე მიჭირს ანუ კლასიკური გაგებით, ასაც უსაფრთხოების სპეციალისტები ზოგადად, ეს არის შეკავების იდეალური მაგალითი, იმიტომ რომ იმდენად დიდი ზიანი მიიღეს მათ, აღარ უღირთ ნებისმიერ მცირე ესკალაციაზე წასვლაც კი. ჰეზბოლას მათ შორის ირანმა უღალატა, ხო, როდესაც ჰასან ნასრალა მოკრეს, მათ მნიშვნელოვანი პასუხი არ გაუციათ ისრაელისთვის ამაზე, მაშინ როცა ლიბანელები და ჰეზბოლა ელოდნენ იმას, რომ მინიმუმ ბალისტიკური რაკეტების წვიმა წავიდოდა ისრაელის მიმართულებით. ამიტომ ეგ ყველაფერი მოიხსნა, მაგრამ თავარი არასწორი დაშვება რაც არის ის, რომ ამ ყველაფერს თავიდან აშენება შესაძლებელია. ამის აშენება თავიდან აღარ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ზოგიერთმა ამ დაჯგუფებამ მიიღო გამოუსწორებელი ზიანი და რაც თავად კიდე შეიცვალა რეგიონული კონტექსტიც, ხო? ჰეზბოლას ვეღარ მოამარაგებ ეგრე, იმიტომ რომ სირიას ვეღარ აკონტროლებდა, ასევე ხა ეს ჰეზბოლა მაინც იმ ლიდერებზე იდგნენ, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან, ხო? და პლუს ხედავთ უკვე ლიბანში სხვა შიდა პოლიტიკური პროცესებიც მიმდინარეობს. კი, ანუ და ეს რეალურად შენაც ახსენე ხა და მანამდე რაც ვისაუბრეთ, ეს ქმნის რაღაც აი ამ იდეალური შტორმის მომენტს ისლამური რესპუბლიკისთვის, რომელიც ბევრი სპეციალისტის აზრით ხ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტესტები ამ დროისთვის მათ ჩაახშეს წარმატებით, ხო, ანუ ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს სტრუქტურული პრობლემები არსად არ წავა და დროის საკითხია და ასევე ვახსენეთ, რომ თქვათ ეს პროტესტები ბოლო წლებში სულ უფრო მაღალი სიხშირით ხდება და სულ უფრო თქვათ მასშტაბურია და ამასთან ერთად საგანგაშოა ის თუ რა ჯგუფები მონაწილეობენ რეჟიმისთვის საგანგაშოა ის თუ რა ჯგუფები მონაწილეობენ ამ პროტესტში და ვხედავთ რომ პრაქტიკულად ანუ სპეციალისტების შეფასებით მათ შორის თქვათ ირანელი სპეციალისტების შეფასებით ან საზღვარგარეთ ცხოვრები ირანელი პოლიტოლოგების შეფასებით ჩვენ ვხედავთ რაღაცნაირ ჩიხს
ისლამური რესპუბლიკისთვის ყოველ შემთხვევაში აი იმ ფორმატში რა ფორმატშიც ის აქამდე არსებობდა ხო ანუ ფაქტია რომ ესე ვერ გაგრძელდება რეჟიმს დაკარგული აქვს მოდება თავის მოსახლეობის 80%-თან ვერ აკმაყოფილებს საბაზისო მოთხოვნებს როგორც ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში საწყავის წყალი კორუფციის არანორმალური მასშტაბი ხო სრულიად შახის კორუფციაზე საუბრობდნენ თქვა 70-იან წლებში და სწორადაც მაგრამ კორუფციის ის მასშტაბი რაც დღეს ირანში არის მე მგონია რომ აბსოლუტურად შეუდარებელი არის იმასთან რაც 70-იან წლებში ხდებოდა შახის დროს ხედავთ რომ აი ეს რაღაცნაირად საუბარი არის მაინც უფრო იმაზე რომ აი მეორე ისლამურმა რესპუბლიკამ და მეორეს მისცემენ უკვე მას შემდეგ რაც ხამენეი მოვიდა ხო იმიტომ რომ ხამენეის მოსვლა იმიტომ რომ მას არ ჰქონდა თქვა შესაბამისი თეოლოგიური ხარისხი კონსტიტუცია შეცვალა და შეიცვალა რაღაც არამხოლოდ თქვა კონსტიტუციის რაღაც კონკრეტული მუხლები არამედ ძალთა ბალანსიც და ეს დაცილდა იმას რაც იყო ხომეინის დროს ბევრი სპეციალისტის აზრით ჩვენ ვართ ხედავთ რაღაცნაირ გარიჟრაზე აი მესამე ისლამური რესპუბლიკის რომელიც არ ნიშნავს იმას რომ თქვა ეს რაღაც დემოკრატიული იქნება ან ასე შემდეგ დემოკრატია ჯერჯერობით მაინც ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარად მოსჩანს სამწუხაროდ მაგრამ ხედავთ რომ და ფაქტია რომ ესე დიდი ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე რეჟიმს ესე ძალაუფლების შენარჩუნება გაუჭირდება და ის პრაქტიკულად არის ჩიხში შეძლოა არა ერთ კვირაში არა რამდენიმე თვეში მაგრამ მისი ბედი ამ წამს მოჩანს პრაქტიკულად გადაწყვეტილად ჩვენ ხედავთ რომ იზრდება უკმაყოფილება სასულიერო პირების მიმართ და ეს ჩანდა მახსა ამინის პროტესტების დროს როცა იყო შემთხვევები თავდასხმის აი ამ სამღვდელოებაზე და მათ თქვა აი თავსაბურავს აცლიდნენ თავიდან ასე შემდეგ იგივე პროტესტების სლოგანებსაც რო დავაკვირდეთ ხო თუ კი 2009-ში ისინი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადათვლას ითხოვდნენ 99-ში პრესის თავისუფლებას დღეს ამ ხალხის თავარი სლოგანი არის სიკვდილი დიქტატორს ესეც მიუთითებს რადიკალიზაციის ხარისხს და მოდი ახლა გადავიდეთ რეგიონულ მოთამაშეებზე რატო იყო მათი ინტერესი რომ ეხლა დეესკალაციისკენ წასულიყვნენ და შემდეგ უკვე გადავიდეთ საქართველოზე და ამით შეგვიძლია დავასრულოთ ну პირველი რაც თავარია ის რომ ამერიკის სამხედრო ჯგუფება არ იყო ძლიერად წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთში ისრაელის გარდა ამ არაბული ქვეყნებისთვისაც სერიოზული საფრთხეებს ქმნიდა ხო იმიტომ რომ მათი შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები ძალიან რთულად წარმოსადგენია რა არის არ ვიცით მაგრამ არ ამგონია მათ დიდი შესაძლებლობები ჰქონდეს პლუს მას შემდეგ რაც კატარი დაბომბა ირანმა კი ეს სიმბოლური დარტყმა იყო, მაგრამ ამან მაინც გააჩინა საფრთხის აღქმა, ხო? და ფაქტია, რომ სახაერო თავდაცვამ ვერ იმუშავა, ნაწილობრივ იმუშავა უბრალოდ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს პირველ რიგში სურთ, რომ მინიმუმ ამ ეტაპამდე, სანამ ამერიკული ძალები გაძლიერდება, ეს საფრთხე არ არსებობს. მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია არის ის, რომ ამ ფორმით ირანის რეჟიმის შენარჩუნება მას ძალიან აწყობთ, იმიტომ რომ ესეთი სუსტი ირანი არასდროს არ ყოფილა, მათი რეგიონული მარიონეტების ქსელი განადგურებულია, ისინი ისეთ დიდ პრობლემას დღეს ვეღარ ქმნიან, როგორც 10 წელია შეექმნათ და თუ ირანი იქნება იზოლირებული, სანქცირებული და მათ ნავთობს მხოლოდ ჩინეთი იყიდეს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებისთვის ბევრად მომგებიანია ეს, როგორც ფინანსურად, ასევე გეოპოლიტიკურად, ხო? რაც შეეხება ისრაელის გათვლებს, ისრაელის გათვლაც ალბათ ამაზე იყო, როდესაც საწყის ეტაპზე გავრცელდა ცნობები, რომ წინააღმდეგი იყო, ისრაელსაც სჭირდება ამერიკული გარანტიებით ის დასაცავად ნებისმიერი ასეთი ომისას, იმიტომ რომ ის აუცილებლად გახდება სამიზნე ირანული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის. თორე ზოგადად ნეთანიაჰუს ძალიან სურდა ახალი სამხედრო კამპანია, მეტიც, როდესაც ის ტრამპს შეხვდა ერთი თვის წინ სანამ ეს აქციები დაიწყებოდა, მის თავად მიღწევად ითვლებოდა ის, რომ ათქმევინა ტრამპს ოვალურ ოფისში პრესკონფერენციაზე, რომ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა არის ეგზისტენციალური საფრთხე და ამას უნდა დავაწყოთ, როგორც ბირთვული პროგრამა ჰქონდა გამოცხადებული და ეს იყო პირველი განცხადება ამერიკის პრეზიდენტისგან ბოლო საერთოდ ნებისმიერ ეპოქაში იმის შესახებ, რომ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა ასეთი საფრთხეა. რაც შეეხება ხა ჩვენ რეგიონზე ამის გავლენას, ну პირველი გავლენა ალბათ ის არის, რომ ძალიან ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი აქციების მონაწილე დაიღუპა ირანში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველებიც ეთნიკურად დაიღუპნენ ამ აქციებზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა. ну გარდა ამისა ხედავდით ჩვენ
სომხეთსა და საქართველოში ირანის საელჩოებთან აქციებს, მათ შორის იყო დაკავებები სომხეთშიც და საქართველოშიც და ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციას, ხო, რომლებიც უბრალოდ ამბობდნენ, რომ სტაბილურობისთვის კარგი იქნება თუ ეს რეჟიმი არ შეიცვლება და პრინციპში ესე დიდ აქტიურად აფასებდნენ. დაახლოებით ისეთივე პოზიცია ჰქონდათ, როგორც რეგიონულ სახელმწიფოებს, ხო ვთქვათ, იგივე სპარსეთის ყურის და ასე შემდეგ, რომ სტაბილურობა, ანუ ამ რეჟიმის შენარჩუნება ეხა უფრო გონივრული იქნება, ვიდრე ვთქვათ რაღაც დიდი ცვლილებები და ამასთან დაკავშირებული. ნუ არც იყო ეხა მოსალოდნელი და არც ველოდით არავინ საქართველოს ხელისუფლება შეაფასებდა ამ მოვლენებს, თუმცა მოხდა ერთი მოვლენა, რაც საქართველოზე პირდაპირ გავლენას ახდენს, კერძოდ 13 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25%-იან ტარიფებს დაუწესებდა ყველა ქვეყანას, რომელიც ვაჭრობს ირანთან. მერე შესაბამისი ბრძანება არ გამოქვეყნებულა თეთრსახლის საიტზე და არ ვიცით მართლა დაწესდა ეს ტარიფები თუ უბრალოდ განაცხადა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა აუხსნათ მაინც, რომ საქართველოს და ირანს აქვთ ესეთი ეკონომიკური ურთიერთობები. ირანმა 2024 წელს საქართველოში შემოიტანა 285 მილიონი დოლარის პროდუქცია, ეს ძირითადად იყო სამშენებლო პროდუქტები და ამ ტიპის პროდუქცია და რა თქმა უნდა, თუ ეს ტარიფები დაწესდება, ეს ტარიფები პირველ რიგში გავლენას მოახდენს საქართველოს ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ძირითადად გვაქვს ფეროჩენადნობები, ასევე მცირე რაოდენობით ღვინო, ასევე ის უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც განკითხვის დღის ტარიფები დააწესა დონალდ ტრამპმა გახსოვთ ალბათ, მაშინ საქართველოს დაუწესდა სტანდარტული 10%-იანი ტარიფი, რომელიც ყველას დაუწესდა და ამას თუ კიდე 25% დაემატება, უკვე 35%-ზეაა ეს თუმცა ჩვენი წილი ჩვენს ვაჭრობაში ამერიკასთან ძალიან მცირე არის, ხო? ძალიან მცირე. ჩვენ იმპორტი ძალიან დიდია ამერიკიდან, მაგრამ ჩვენი საექსპორტო ბაზარი ძირითადად არ არის, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა რაღაც გავლენას მოაქვს. აქ კიდე ერთი რაც მნიშვნელოვანი არის, აი და რაც თვალში ხვდება უფრო პოლიტიკურ წრეში არის ეს მარნეულში განვითარებული მოვლენები, აი ამ ჰამასის და ისრაელის ომის ფონზე ჩვენ ნახეთ იქ რამდენიმე ესეთი მე ვიტყოდი მასშტაბური შეკრება ადამიანების, მათ შორის პალესტინის დროშებით, ირანის დროშებით, კონკრეტული ადამიანების გამოსახულებებით და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ეხლა სიღრმისეულად ეს არ გვიკლევია სამწუხაროდ ჯერჯერობით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვათ ის რაც ვნახეთ, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ, რომ ირანის გავლენა და ინფილტრაცია, თქვათ რაღაცა მისი რბილი ძალის თუ მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების საქართველოს ტერიტორიაზე გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხო, ანუ ამ თვალსაზრისით აი ეს დასუსტება რეგიონული, თქვათ, მოკავშირეების იქონიებს თუ არა გავლენას მათ შორის საქართველოში ირანის ინტერესებზე და აი ამ ირანულ ინფილტრაციაზე, რომელიც მაღალი ალბათობით მოხდა, ხო, ანუ რახან თქვათ ეს პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 10 წლის წინ და 15 წლის წინ არ გვახსოვს ჩვენ ეს გარკვეულწილად შეიძლება მართლა უკავშირდებოდეს ღაზაში ომის მიმართ ორგანული იყოს თქვათ რაღაცნაირად ბევრად სენსიტიური არიან მუსლიმური მოსახლეობა ამ ომის მიმართ ვიდრე სხვები თუმცა იქ ღაზაში მიმართ სოლიდარობის გარდა იყო ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც და ამ ირანის ანუ ღაზის მიმართ სოლიდარობის აქციები თბილისში იმართებოდა თუმცა ის უფრო თქვათ ისეთ მსგავსი იყო რაც ევროპულ დედაქალაქებში ხედავდით ხო ეგრეთ წოდებული ლიბერალური ბანაკის მიერ ორგანიზებული აქციები აქ ნახეთ გამოკვეთილად პროირანული განწყობები ეს აქცია არ იყო ეს იყო რელიგიური დღესასწაულის აშურას აღნიშვნა რომელსაც მე მოყვება ხოლმე მარში ქალაქის ქუჩებში და ნუ წინ ვინც მოუძღოდა ამ მარშს ჰქონდათ ეს ფოტოები აღსანიშნავია ისიც რომ მაგალითად აზერბაიჯანში ძალიან მკაცრი შეზღუდვები ამ რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაზე ბოლო რამდენიმე წელი საერთოდ აკრძალული იყო და შარშან აღნიშნეს პირველად ოღონდ იქაც შეზღუდული რაოდენობით ადამიანები გამოვიდნენ მაგრამ იქ რა თქმა უნდა ეხა არავის არ ქონია ხომეინის და ყასემ სოლეიმანის ფოტოები და ჩვენთან უფრო შეინიშნება რომ რამდენადაც მაგალითად ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანში რა თქმა უნდა უმკაცრესად არის შეზღუდული ამ ირანული ფულის შესვლა, რომელიც რა თქმა უნდა მოყვება ამ რელიგიურ გავლენასაც, რომელიც ალბათ არსებობს ქვემო ქართლში, იქიდან გამომდინარე, რომ იქაური აზერბაიჯანელები შიიტები არიან, შეიძლება საქართველოში და ამის ეჭვს გვიჩენს ეს მსვლელობა, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ვერანაირ პრევენციას ვერ ახდენენ
ამ პროცესის. ხო, ანუ როგორც ჩანს თქვათ რაღაც ტიპის ინფილტრაცია როგორც მინიმუმ იყო ამ ტიპის ინტერესის თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვინც ამ სველობაში მონაწილეობდა, არნიშნავს, რომ ყველას არა, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ სულეიმანი მოწონს. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გეუბნება და ამის გამოხატვის შეიძლება იყო ამ მთელი მსვლელობის და აღნიშნვის მითვისების ცდელობა იმ პირებისგან, ვისაც ამ სურათის შექმნა სურდათ, ასე შეიკრიბა. კი ბატონო, ნამდვილად შეიძლება ესეც იყოს. ხო, ანუ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თემებზე, ერთ-ერთი რაც დავამატებდი არის ის, რომ ამ ყველა კრიზისთან ერთად ჩვენ ირანში ვხედავთ მემკვიდრეობითობის კრიზისსაც, რომელიც დგება, რომლის გადავადებასაც ისინი ცდილობენ, მაგრამ ალი ხამენეი უკვე 87 წლის ასაკში არც ესე კარგი ჯანმრთელობის ისტორიით შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო კვირებში ჩვენ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ირანზე საუბარი, თქვათ რეგიონში გადაყვანილ ამერიკულ საზღვაო ფლოტის და ზოგადად სამხედრო აქტივობის შესახებ ჩვენ მასალა მოვამზადეთ და ამას კომენტარში დავტოვებთ, რა თქმა უნდა. დანარჩენისთვის თვალი ადევნეთ რეალ პოლიტიკას, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, მადლობელი დაგრჩებით თუ ასე მოიქცევით, ასევე დააკომენტარეთ, დაგვიშვით კითხვები და დაგვიჭერეთ მხარი სხვა პლატფორმაზე. მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ დავბრუნდებით მომდევნო კვირას.